გორის ყველაზე ძველი ეკლესია გიორგი ძლევამოსილის სახელს ატარებდა და გორის ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელზე მდებარეობდა. ნათალი ქვით ნაგები ამ ეკლესიის ფრაგმენტი დღემდეა შემორჩენილი. კიდევ ერთი ძველი ტაძარი, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე იყო აშენებული, დღევანდელი საკათედრო ტაძრის პირდაპირ არსებულ სკვერში მდებარეობდა. მესამე ძველი ტაძარი კი, რომელიც ღვთისმშობლის ხარების სახელობის იყო, გორის ამჟამინდელ ცენტრში, სტალინის ქუჩის მოედინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იმჟამად არსებულ სასაფლაოზე მდებარეობდა. მართლმადიდებლური ტაძრების გარდა, ძველ გორში 4 სომხური ეკლესიაც მოქმედებდა. ერთი გორის ციხის აღმოსავლეთით მდებარეობდა, მეორე ქალაქის გალავნიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა. წმინდა სტეფანეს სახელობის სომხური ეკლესია წერეთლის ქუჩაზე ყოფილა. სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ნომერი 3, 5 და 7 საცხოვრებელი სახლები მდებარეობს. ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი კი ამჟამინდელი გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო აგებული.